მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს მშვიდობისა. გადაცემაში უოთხე ქუთაისში დაიწყო მეგატივის პირდაპირ ეთერში, რომლის წამყვანი ვარ მე ნანა თეოდორაძე. დღევანდელ დღეს გავატარებთ თქვენთან ერთად. დღეს კვირის პირველი სამუშაო დღეა, ორშაბათი 20 აპრილი, ასე რომ ბედნიერ დღეს გისურვებთ. ცხადია, ნაყოფიერ სამუშაო კვირას, რაც შეეხება ამინც, ისევ და ისევ წვიმიანი შუადღე გვაქვს ქუთაისში. იმედია თქვენს გუნება განწყობაზე ცუდ ასახვას არ ჰპოვებს, ასე რომ გადაცემის სტუმრებს ვიდრე წარმოგიდგენთ, გეტყვით რომ დღეიდან 10 თუ დავიწყებთ გადაცემის ყურება, შეგიძლიათ 12 საათიდან, ასე რომ იმედი ერთგული ტელემაყურებლები არ გვიღალატებს და არ მიგვატოვებთ. რაც შეეხება ჩვენს სტუმრებს, შაქრო ლომსიანიძე შემოგვიერთდა და შოთა ხელაძე. შაქრო ჩვენი გადაცემის სტუმარი ახლო წარსულში ძალიან ხშირად იყო. რაც შეეხება შოთას, პირველად მონაწილეობს გადაცემაში და ამ ბიჭების სტუმრობა შემთხვევითი საერთოდ არ არის, თუ კი ქართული რაგბი გიყვარს და მით უფრო არის გულშემატკივრობთ. გამარჯობა. შაქრო, გამარჯობა შოთა, როგორ ბრძანდებით? დავიწყოთ თქვენი შაქრო, გამხიარულდი ეთერს მიღმა რომ ემოციები ქონდა. მე არ ვკრძალა კარგ განწყობას ეთერშიც მოვიტანოთ. მოგესალმებით სმენელს, გილოცავთ აღმომწინავ დღესასწაულს პირველ რიგში. კარგად ვართ. წინასწარი ფინალი მოვიგეთ და ფინალში გავიდა ჩვენი გუნდი. შაბათს 7 საათზე ვითამაშებთ ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე და ასე მოკლედ ნუმეტყვი, იმიტომ რომ ეს თემები უნდა ჩავშალოთ გადაცემის სრულობისას, ასე რომ ისევ და ისევ გილოცავთ ფინალში გასვლას, ამჯერად უკვე პირდაპირ ეთერში. შოთა, როგორ ხარ? კარგად, გამარჯობა ყველას, მოგესალმებით. გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. დიდი მადლობა ასევე. ხასიათი კარგი გვაქვს ბოლო თამაშის შემდეგ და როგორც ჩაგონქა, უკვე ვემზადებით ბათუმისთვის 25 აპრილს 7 საათზე იქნება თამაში აჭარაბეთ არენაზე. კი ბატონო. მოდი, ვიდრე ამ ეგრეთ წოდებულ წინასწარ ფინალს, რომელმაც მე დამაბნია, ხო? რადგან საფეხბურთო სამყაროში ფიქრობ, რომ მეტნაკლებად ჩახედული ვარ, ნახევარფინალად ვცნობ, ასე რომ წინასწარი ფინალი თუ კი ვინმეს გეუძღვება და აი ამასაც გამგვიმარტავენ ბიჭები, იქამდე კი ვიდრე აი ამ წინასწარ ფინალს და ქუთაისურ ნახევარფინალს, მოდი მე საფეხბურთო ტერმინს გამოვიყენებთ, მიმოვიხილავთ, ალბათ საკმაოდ საინტერესო გამოწვევებით სავსე და რთული წელი იყო. შაქრო, როგორ შეაფასებ? ვეტერანი არესელი ხარ, ხო? დიახ. არ ღალატობ. კარგი. როგორი წელი იყო რომ მითხრა? ძალიან მძიმე წელი იყო, ან ჩვენ თავიდანვე მიზანი დავსახეთ, რომ ნახევარფინალი გვეთამაშა, მედლებისთვის ბრძოლა გქონდა და ნენელა კარგი ტემპებით მიყვებოდით და სეზონის ბოლოს ცოტა დაიძაბა სიტუაცია, მაგრამ გავართ თავი და მეორეზე დავამთავრეთ ჩემპიონატი და პირდაპირ მოვიპოვეთ ნახევარფინალში თამაშის საშუალება. შაშანდელი შეცდომები რაც ჰქონდა წელს გამოვასწორეთ და აღარ დაუშვით. ანუ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ საკუთარზეო, ეს არის მას შეიძლება თქვა, რომ ძალიან კარგად გამოიყენა. შოთა, თქვენი თვალით დანახული ეს ლამის უკვე დასასრულსკენ წასული სეზონი როგორი იყო? კარგი სეზონი იყო. პირველი წელი არის ჩვენთვის ამ გუნდში და ძალიან მარტივად გადავლახე ის ბარიერი რაღაც დროის, არ გამიჯერდა ბიჭებთან შეგუება და ყველაფერს ისე ვაკეთებდით დაგეგმილად მთელი სეზონის განმავლობაში. ბოლოში იყო რაღაც ცოტა ტრავმა, ცოტა რაღაც გაუგებრობები, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ გუნდმა ერთობა და ერთიანობა და რაც იყო მიზანი, მინიმუმი რეგულარულ სეზონში მოვიპოვეთ პირდაპირ ნახევარფინალის საგზური და მედლისთვის გავინაღდეთ ადგილი. ხო, ალბათ არ არსებობს კლუბი, რომელიც ასპარეზობს ამა თუ იმ ჩემპიონატში, მიზნად არ ჰქონდეს ნახევარფინალი და ფინალი. ეს ერთი შეხედვით იოლად ჟღერს, ლამაზად ჟღერს, მაგრამ დიდი შრომის ხარჯზე უნდა მოხდეს, ხო? აი, რატომ გადაწყვეტე, რომ არაცში მობრძანებულიყავი? იმიტომ რომ ქუთაისიდან ვარ. ბოლო პირველი უმაღლესი ლიგის წელი ვითამაშე თბილისურ გუნდში და ყოველთვის მინდოდა და სურვილი მქონდა რომ ქუთაისურ გუნდთან ერთად მეთამაშა დიდალში. და ამ ჩემო სურვილმა თან გუნდის მწვრთნელებიდანაც იყო შეთავაზ სურვილი რომ მეთამაშა ამ გუნდში და რადგანაც მომეცა შესაძლებლობა წამოვედი ქუთაისის არეში. უმალვე გამოიყენე? დიახ. ხომ არ ნანა? არა. შაქრო, რამდენად დიდი წვლილი აქვს ხოლმე ვეტერან მორაგბეებს ამ შემთხვევაში, რომ ახალ წვეულებს კარგი გარემო შეუქმნა? ჩვენი გუნდი. და თქვენ როგორ რა როლი ითამაშეთ ამ კარგი გარემო შექმნაში? ანუ ჩვენი გუნდის დადებითი მხარე ის არის, რომ ყველა ვინც მოდის ახალ წვეული ვინც არის, კარგ ასიმილაციას განიცდის ჩვენთან და მის დადებით მხარეებს და პლუსებს ეგრევე გამოაჩენს. შებოჭილები არ არის და მე თავისუფლებას ვაძლევთ ახალ მოსულებსთან, ცნობაც იცის კონკრეტულ დავალებას აძლევს, რაში აქვს დადებითი მხარე, რა აქვს ამოსასწორებელი და ის მოსამზადებელი პერიოდს ვიყენებთ, რომ უფრო შევიკლათ ერთად გუნდურად და
ეს ძალიან დადებითად აისახება თითოეული თამაში, რადგან როდესაც არის რთული მომენტები და გადამწყვეტი მომენტები, ყველა ერთადაა ერთმანეთის გვერდში არის და აქ ვლინდება ნამდვილი გუნდურობა. კარგი, ვინაიდან თქვენი მწვრთნელი პატივი არ დაგვდო არც ერთ ეპიზოდში და არ მოვიდა გადაცემაში, რამე თუ ვეტერანი მორაგბე ხარ და არ ეს წარმოადგენი, შეგიძლია მითხრა რა არის ამ შემთხვევაში თქვენი შოთაც დადებითი და უარყოფითი მხარეები? განსხვავებული ხედვა აქვს რაგბის მიმართ, ისეთი უნარები აქვს, რაც მის პოზიციისთვის არაა დამახასიათებელი და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კოზირვით შეიძლება გამოიყენო და თამაშე განსხვავებული ეფექტი მოაქვს და ეს აიასთან ბოლო რაც დადო ძალიან მაგარლელო იყო სეზონის ლელოდ შეიძლება ჩავთვალოთ, შეიძლება ბევრ კარგ ხაზის მოთამაშეს ვერ დადოს და ასეთი უნარებს, სკილებს ვერ სწავლობ, ეს უნდა გქონდეს და ეს მომენტში უნდა გადაწყვეტო წამიერად და ძალიან ყველა გახარებული იყო მაგლელოთ და ჩვენ მომოწინააღმდეგეებიც აღნიშნეს, რომ ძალიან მაგარლელოდათ. ალბათ მოწინააღმდეგე რო დაგაფასებს, თანაგუნდელის დაფასება ერთია და გლოშემატკივრის, მაგრამ მოწინააღმდეგის მხრიდან ასეთი საქციელი დასაფასებელია, ასე რომ შექების ავტორებიც სადაც გადაუხადოთ, მადლობა შოთა, მოგეწონა დახასიათება თუ რაიმეს დაამატებდიან გამოაკლებდი, გადააჭარბა თუ რაიმე. კარგი იყო. მოგეწონა. კი, ძალიან. კარგი, რაგბით რატომ დაინტერესდი თავის დროზე? მამა ჩემი მორაგბე იყო, ბიზა ჩემიც. ჩემი მეზობელი, არის მეზობელი ესე რომ ვიტყვი, რამაზ სვანაძე არის ადამიანი, ვინც შემოიტანა რაგბი ქუთაისში საერთოდ. და 5 წლიდან დავდივარ რაგბში, იმიტომ რომ ჩემ ოჯახს დიდი ინტერესი იყო რაგბისადმი. არ გაუცრო, ანუ რაღაც გენეტიკური ხაზი მოხდებოდა და არ გაუცროა იმედები. პირველი ვარჯიში თუ გახსოვს? კი, მახსოვს, ეზოში პატარა ვიყავი, თამაშობდი და პადიესთან ჩავირბინე და თან ჩემი მეზობელი ელოდებოდა ტაქსო წასულიყო ვარჯიშზე, მსმენელობა და მომკიდა ხელი ჩამაგდო მანქანაში და წამიყვანა ვარჯიშზე პირდაპირ ესე და დაუკითხავად. კი, რა თქმა უნდა, შეეძლო დაუკითხავად წავიყვანა სადაც უნდა და პირველი ვარჯიში მანამდე რაგთან არ მქონია შეხება 5 წლამდე და პირველი ვარჯიში ისე მომეწონა იქ რომ მე უკვე ჩემითაც მივდიოდი ვარჯიშზე, აღარ ჭირდებოდა სხვისი წავყვანა. და ესა 5 წლიდან უწყოდათ მოდიხარ დღემდე? რა საინტერესოა? შაქრო, თქვენ რამდენი წლის იყავით ჩამახსენეთ? დიმა ფულარიამ შემომჩნიაო, ხო? მახსოვს ეს გადაცემა პრესის სახლში. 9 წლის ვიყავი, მეც 21 სკოლაში სწავლობდი და იქედან წამოვედი მეორე სკოლაში ავარჯიშებდა ბავშვებს. პარკეტზე ვარჯიშობდი თავიდან. როგორი საინტერესო ქალაქია ქუთაისი. სტადიონი არ ქონდა თავიდან და ახლა ძალიან კარგი სტადიონი გვაქვს. აი არენა, ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა აქვს და ზოგადად ქუთაისური გუნდები რო შედეგსდებენ, იმის დამსახურებაა რომ ეს ინფრასტრუქტურა არსებობს და სავარჯიშო მოედნები, დარბაზები, სასტუმროც არის და ძალიან დიდად განაპირობებს პროგრესს. შაქრო, შოთა, იცით რა მინდა გკითხოთ? ჩვენ ვამაყობთ ხოლმე რომ რაღაცა პირობები არ იყო, მაგრამ წარმატებები იყო ფეხბურთში, წარმატებები იყო კალათბურთში და სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ხა შეიძლება ერთი კუთხით ვიამაყოთ, მაგრამ როგორი გავლენა აქვს ახლა დღევანდელი თანამედროვე სტანდარტებიდან თუ გადავიხედავთ, ხო შეიძლება ისეთ ტრავმა მიიღოს ბავშვმა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე სპორტის ვერცერთ სახეობაში ვერ გამოიჩინოს თავი. როგორ ხედავ ამ ამბებს? ახლა ხიმრით რო იხსენებ და ამაყო პარკეტზე ვარჯიშობდით, ახლა ლიგას თამაშობდა ფინალში. მაშინ სხვა პირობები არ იყო უბრალოდ და მე რომ გაჩნდა და რომ დაინტერესდა ზოგადად სახელმწიფო და კერძო პირები, უფრო მეტი შედეგიც დაიდო და ისევე სხვა სპორტებში ძალიან ბევრი ტრავმები იყო ფეხბურთშიც. და ის ახალგაზრდა ვარსკვლავები ვინც არის, ყველამ აკადემიები გამოიარეს და იმიტომ გახდნენ ასეთი ვარსკვლავები, თუ არა შეიძლება დაკარგულიყვნენ. ანუ ის ყვარაცხელად ესე მგონი თბილისის აკადემიაში სწავლობდნენ, ის კარგი ფეხბურთელები. რომ არ ყოფილიყო შეიძლება არც ყოფილიყო ესეთი ვარსკვლავები, ამიტომ ინფრასტრუქტურა არის პირველი, შემდეგ წვნელები და ქვევით მოყვება. კი ბატონო. შოთა, 5 წლიდან დავიწყეო რაგბის თამაში. პირველი მწვრთნელი თუ გახსოვს და რა გავლენა ჰქონდა მას თქვენზე? რამაზ სვანაძე იყო ჩემი პირველი მწვრთნელი, დიახ და შემაყვარა რაგბი ალბათ. იქიდან დაიწყო ჩემი რაგბის სიყვარული, რომ დიდ ყურადღებას იჩენდა ყოველთვის ჩემს მიმართ, ვარჯიშზეც, ვარჯიშის გარეთაც და ზოგადად რო დავდიოდი და უყურებდი როგორ უყვარდა ბავშვები და როგორ ეხმარებოდა ყველას მაქედან უკვე ჩემში აღიძრა რაგბის სიყვარული და მე უკვე მივყევი და შემდეგ დიმა ფულარია იყო ჩემი მწვრთნელი. მე უკვე აქეთ რო გადმოვედი, სერგო ფრუიძე, ახლა ვინც აჩვენებდა ჩემი გუნდის თავარი მწვრთნელი, ასაკობრივი ყოფილა ჩემი თავარი მწვრთნელი და ესე ნელა ყველა ადამიანი ვინც ჩემი მწვრთნელი იყო, ყველას რაღაცა წვლილი აქვს ჩემი რაგბისადმი სიყვარულის ჩანერგილი. კარგი, იყო კარგი მორაგბე, რას ნიშნავს, როგორ უნდა გავიგოთ? ან რატო გიყვარს რაგბი სპორტის სამსახურებას, რა გამოარჩევს სხვებისგან? არ ვიცი, ძალიან
გუნდი იგივე მეორე ოჯახი არის. დიდი სიყვარული არის ყოველთვის მურაგბეებს ერთმანეთისადმი არ აქვს მშობლობა შეიძლება საერთოდ არ იყოს შენი გუნდელი, მაგრამ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს მაინც და რაღაც სიყვარული გაკავშირდეს ერთმანეთთან მეგობრული. გარდა ამისა. გარდა ამისა, კარგი მურაგბეობა ნიშნავს, რომ იყო პროფესიონალი ადამიანი, ჰქონდეს შენი რეჟიმი, შენი რუტინა ყოველდღიური და არ გადაუხვიო ამ საქმეს და მიყვე ყოველთვის ერთნაირად. შაქრო, რუტინა ახსენა და ალბათ ამ შემთხვევაში თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე საკმაოდ რთულია, ხო? მე თუ დავფიქრდები, ჩემს განრიგს შევატარებ. რაზე გიწევთ ხოლმე თქმა, უორის თქმა მურაგბეებს? ძალიან შაქროც დავიწყოთ და თქვენ გააგრძელეთ. პირველ რიგში ყველაზე თვალსაჩინო დასალევია, დასალევზე უნდა თქვა უარი, როდესაც თამაში. ეს ქართველი კაცისთვის რთულია, ხო, დამტკივნეული თემაა. შემდეგში ალბათ დიეტა მანა შეძლებს დაგვარად. შემდეგ სულ რეჟიმში უნდა იყო და ფოკუსირებული. ანუ თამაში ფიქრი კონკრეტულად თამაშის დღეს არ იწყება და ეს ბევრჯერ აქვს ჩვენთვის ცოლებს ნათქვამი, რომ რამდენად დღით ადრე უნდა დაიწყო თამაში ფიქრი და იმ კონკრეტულ მომენტებზე რომელიც შეიძლება დაადგეს თამაშზე. რომ იქ რომ მოხდები სიტუაციურად მზად იყო და უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინო და რაგბი ძალიან დამღლელი სპორტია, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად და ძალიან ბევრ დეტალს მოიცავს და მაგი არის ალბათ ვიდეო ანალიზი მთელი კვირა გვაქვს და ძალიან ისეთი შრომატევადი პროცესი არის. გარედან შეიძლება არ ჩანდეს ასე, მაგრამ ხო, გარედან ყველა ადამიანის საქმე ძალიან იოლი ჩანს ხოსი თვალით დანახული, ასე რომ თუ კი რაგბისაც იგივე დამოკიდებულება აქვს, მოდი გეტყვი რომ არ უნდა გეწყიდოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩვენს გარემოცვაში და ალბათ არა მხოლოდ ჩვენთან. შოთა, თქვენი დღის რუტინა როგორია? რას ნიშნავს სწორი კვება, რას ნიშნავს ალბათ ძილის რეჟიმი კარგი უნდა იყოს, მეგობრებთან გართობა რა და გეყვარებათ, ხო? გართობა და ასე შემდეგ. ძალიან ცოტა დრო უნდა დაუთმო ისეთ რაღაცებს, რაც შენი წინსვლისთვის ცუდი არის. შეიძლება, მაგრამ უარს ვერ იტყვი ბოლომდე მაინც მაგაზე. კვება, ძილი, გართობა, დამატებით ვარჯიში მაგრამ სულ არ ახარ მაგის ხასიათზე, მაგრამ თუ პროფესიონალი ხარ, მას შეგეძლოს, რომ მაინც გააკეთო ის საქმე, რაც შენი წინსვლისთვის აუცილებელია. კვებასაც არ შეეხება, ძალიან რთული არის ეგეც, იმიტომ რომ ყველა ადამიანს უყვარს ტკბილი, ცომი და ასე შემდეგ და ვინცაც მაგაზე უარისმა შეუძლია და ნებისყოფა ყოფნის, მისთვის უფრო მეტად მარტივი არის ის რეჟიმი და რუტინა ვიდრე სხვებისთვის. ვინც ფიქრობს, რომ რაგბი რაღაც ძალისმიერი სპორტია და იქ თუ ფიზიკური კონდიციები არ არის ისე შერკინებაში არ იქნები კარგი და ლელოც არ გამოვა და ასე შემდეგ, გონებრივი შესაძლებლობები რამდენად უნდა პასუხობდეს ამ ფიზიკურ შესაძლებლობებს? ესე არის ნათქვამი, რომ რაგბი არის ძალისმიერი ჭადრაკი. ძალიან საჭირო არის ძალიან გონებრივი შესაძლებლობები და ჭკუა და ტვინი ზოგადად რაგბში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეტალი არის და რთული არის ამ ყველაფრის ერთად შერწყმა თუ გონება არ აქვს. კი, ასევე რთულია რაგბის გაგება, ხო? ახლა ერთი არის ვუყუროთ და რაღაც აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ მორაგბეებით თითოეულ ლელოზე, მაგრამ შეიძლება ბევრ ჩვენთაგას ნამდვილად არ ესმის ტაშ რას უკრავთ და რატომ, ხო? მარტივად რომ აგვიხსნა რაგბის წესები თუ შეგიძლია. რაგბის წესები ხშირად იცვლება, ასე ამბობენ რომ უსაფრთხოებისკენ მიმართული არის ეს, მაგრამ უფრო ახლა ართავს და ართულებს როგორც საჯების, ისე მოთამაშეებისთვის წესებს. კონკრეტულად სათამაშო სიტუაცია შეიძლება რაღაც 10 ან 15 წესი ამოქმედდეს, რომელიც საჯმას უნდა გადახარშოს გონებაში, წამიერად და მოთამაშემაც, რომ არ დაარღვიოს წესები და ძალიან ისა ძიმე საყურებელია ამ ხრივ. და ბევრს ფიქრობდნენ როგორ გავაილოთ, მაგრამ რაგბი ისეთი კონტაქტური სპორტია, ძალიან ხშირი კონტაქტია და ვერ შეცვლი წესებს ისე რომ უფრო გაიოლდეს და ასე უსაფრთხოება დაიცვა. ამიტომ რაღაც ოქროს შუალედია დასაჭერი ამ ყველაფერში. თავარი წესი წინ პასი არ შეიძლება. ეს არის თავარი წესი. ოქროს წესი რომელიც არ დაირღოს? არ შეიძლება არასდროს არ შეიძლება. შოთა, თქვენ თქვით რომ ყველა მწვრთნელმა თავისი გავლენა, კარგი გავლენა მოახდინა თქვენზე. აი ესეთი რომელ კლუბში ასპარეზობდი ესეთში? დავიწყარი რაღაც გამოცდილება მოგცა. ვიდრე არეთში მობრძანდებოდი. მანამდე თბილისის ლელოში ვიყავი 2 წელი, 1 წელი მომიწია ასაკობრივი ლიგის თამაში 19 წლამდე, 1 წელი უმაღლესი. დიახ. ყველა გუნდში რა თქმა უნდა რაღაც გამოცდილებას იღებ. რაღაცას სწავლობ, რაღაც შეცდომას უშვებ და ამ შეცდომიდან სწავლობ. ესეთი დავიწყარი
ჯერ ისეთი არაფერი ყოფილა, რაც შემიძლია ეგრე აღნიშნო, რომ დაუვიწყარი გამოცდილება იყო. დიახ. ალბათ დაუვიწყარი გამოცდილება რაც არის ასაკობრივი ნაკრებების თამაში. სადაც გაგიმართლა, ხო? ალბათ გამართლებაც უნდა, იმიტომ რომ ბევრი ნიჭიერი შეიძლება იყოს და რაღაც კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ადგილზე არ აღმოჩნდეს. თქვენ როგორ მოახერხეთ, რომ ორჯერ იყავით გამოძახებული 18 წლამდელებში და ორჯერ 20 წლამდელებში? შანსი მომეცა და უბრალოდ ყველაფერი ვქენი, რომ ეს შანსი გამომეყენებინა და მიმერწია იმ ადგილისთვის. დიახ. ეს დამატებით თუნდაც ამ შემთხვევაში დიდათში იქ მიღებული გამოცდილება როგორ შეგიძლია გადმოიტანო? ძალიან მიხმარება იქ მიღებული გამოცდილება აქ, იმიტომ რომ სათამაშო სიტუაციებში, რაღაც სიტუაციებში მარტივად შემიძლია უფრო მიიღო გადაწყვეტილება და შევაფასო უფრო მარტივად. დიახ. ასე რომ ძალიან კარგია, როცა გიმართლებს და შრომობ. მიზნის დასახვაც ცხოვრებაში ალბათ უმნიშვნელოვანესია, შაქრო. თქვენი მიზანი რა არის ახლა ამ შემთხვევაში არესთან ერთად? ჩემი მიზანია ჩემპიონობას ვოცნებობდი. ფინალის თამაში ვოცნებობდი, სიმართლე რო გითხრათ. მაგრამ გავთამამდით, ხო? მარტო ფინალი. მე-6 წელია რაც უმაღლესში ვართ და ნელ-ნელა მივისწრაფოდით მედალისკენ. ეს მედალი უკვე ფინალით შეიცვალა და ახლა იმედია ოქროსაც ავიღეთ. იმიტომ რომ ჩვენ მოწინააღმდეგე არა ის ჩვენზე ძლიერი ან რაღაც ერთი თამაში მოგვიგეს, მეორე მოუგეთ და ბოლო თამაში, ბოლო წუთზე გადაწყდა. უბრალოდ ჯარიმა ავაცლეთ, მაგრამ არ აუშვს. ხო, მოწინააღმდეგეც თქვათ, ვინ არის? ეს არის ბათუმი, ხო? ბათუმის ბათუმი. მაგრამ შეიძლება ამ კუთხით ჩავთვალოთ, რომ მოედნის უპირატესობა, გულშემატკივრის უპირატესობა, რაღაც კუთხით დამატების წნეხს. გულშემატკივრის უპირატესობა არ იქნება და ბევრი ხალხი ჩამოვა ბათუმში ჩვენს გულშემატკივრად. ხომ არ ფლობთ ინფორმაციას იქნება თუ არა უზრუნველყოფილი ტრანსპორტირება, ეს დეტალები, რაც შემაფერხებელია დროის და ფინანსური ფაქტორით. ეს დეტალები არ ვიცით, მაგრამ ჩვენ მოთამაშეებს ბილეთები დაგვირიგდა და ოჯახის წევრები მოდის ბევრი ხალხი თითოეულ მოთამაშეს. კი ბატონო. ჩვენ ძალიან ბევრი ვიქნებით და ავტობუსებიც ალბათ იქნება, არ ვიცი ზუსტად. ხო, მაგრამ ეს დეტალები თუ გახდება ცნობილი, იმედია ძალიან მალე გავრცელდება, იმიტომ რომ სწორად დაიგეგმოს, ხო ეს დღე. Facebook გვერდი გვაქვს. დიახ. და იქ დაიდება ყველანაირი ინფორმაცია. ანუ არ თვლით ამ შემთხვევაში რაღაც უხერხულად იმ მომენტს, რომ ბათუმში არის ეს ფინალი. არანაირად. პირიქით გამოწვევად რჩება. საერთოდ არ მოქმედებს ალბათ ჩვენზე ეს. კარგით, ბათუმთან ურთიერთ შეხვედრების სტატისტიკა წელს როგორია? მთელი სეზონი რო გადა. 2-1 ვაგეთ შეჯერო. და საკონტროლო გასროლა ამჯერად უნდა მოახერხოთ ფინალი. თავია ფინალი მოვიგო. კი ბატონო. შაქრო არის რამდენი 6 წელი თქვი, ხო? მე 6 წელია რაც უმაღლესში ვარ, 2020-ში ამოვედით. კორონას პერიოდში და მის მერე ნელი ნაბიჯებით მივიწევთ წინ. და რა ვიცი, ლოგიკური დასასრული იყო ალბათ ფინალი უნდა გვეთამაშა. კი ბატონო. შეიძლება შაშა უნდა გვეთამაშა, მაგრამ წელს თამაშობთ. შარშან რა მოხდა ისეთი, რასაც შეიძლება ეს რომ ვერ პატიობთ საკუთარ თავს თუ რაღაც ისეთი. შაშანაც გავუშვით უბრალოდ შანსი ბოლო ტურში, რომ შეგვეძლო ნახევარფინალის თამაში, მაგრამ არ აუშვეს. გავგზავნდა ძალიან და ბევრი რამე გვასწავლა. წელს იგივე შეცდომა არ დაუშვით სამაგიერთ და გავედით მეორეზე და ვითამაშით ნახევარფინალი და მოვიგეთ. არის რამდენი წლის არის? 2015-ში. და იქედან მოყოლებული მის ღირსებას იცავ თუ რა? არა, მე 2018 წელს შევერთი არის. მე აიეში თამაშობდი და იქედან გადმოვედი აიეში და თავიდან კარგი სიტუაცია დამხდა და ეგრევე იგრძნობა გუნდში რომ მოდიხარ. ძალიან მალე გადიხარ ადაპტაციას და ძალიან კარგი კოლექტივი იყო მაშინაც. მის მერე ძალიან ბევრი წავი და ბევრმა რა აქვს დანება თავი, მაგრამ მაინც შემორჩა რამდენიმე მოთამაშე და დღესაც თამაშობს. ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გალაშქრება როგორი შეგრძნება? პირველი არ არის და ისეთი არა. შევეჩვიეთ? შევეჩვიეთ. შოთა რას ნიშნავს ხოლმე როცა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, ანუ ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად რამდენად უნდა იყო მზად, რომ ის ნოსტალგიები და მოგონებები გაჩიშო. ხო, პირველ რიგში ადამიანები ვართ და მე ვებსახურებით ამა თუ იმ სფეროს. არ ჩემს ყოფილი პირველი თამაში აი ეს წინააღმდეგ, მაგ რამოდენიმე თამაშები და ყოველთვის ორმაგად უფრო მაგრამ იმზადები ამ თამაშისთვის. რატომ? ასე არის საჭირო უბრალოდ. კარგი, აი ასეც ვისაუბროთ. მე მახსოვს, როდის ანუ 2 წლის წინ ხო შეიძლება და ქუთაისური ფინალი ყოფილიყო. კი. მაგრამ გავიდა დრო და ქუთაისური ნახევარფინალი შედგა. აი ეს რას მეტყვით? როგორც მოწინააღმდეგეზე და ყოფილ კლუბს. ძალიან ძლიერი გუნდი არის, აია. გამართული სისტემა აქვს. შეუძლია გარგერების თამაში დაბალანსებული აქვს, შეკინებაც ხაზით ძლიერი ყავთ ორივე. გამოსტილი მოთამაშეები ძალიან ბევრი ყავთ და
ერთ-ერთი ფავორიტი არის ყოველ წელს დიდიაც ჩემპიონატის. შაქრო, თქვენ როგორ შეაფასებთ წლევანდელი ფორმაციის აიას მეტნაკლებად ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად? ძალიან სწრაფი გუნდი არის, იცის როდის უნდა აჩქაროს თამაში, იცის ის კონკრეტული მხარეები რაში შეიძლება გაჯობოს და კარგად იყენებს. და ჩვენს დისციპლინაშიც კარგები არიან და ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენეს ნახევარფინალში, მაგრამ ჩვენ მაინც გადავტეხეთ თამაშს. აი რა იყო ეს გარდამტეხი როგორ ფიქრობ? ხო, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეგრეთ წოდებული წინასწარი ფინალი დაგვიანებით დაიწყო, რამაც ჩემი გაბრაზებაც გამოიწვია და 45 წუთის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თამაში, ანუ 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო და რამდენიმე წუთში წამოვედი თამაშიდან, იმიტომ რომ ძალიან გავბრაზდი. სიცივე დაემატა ამ ყველაფერს, წვიმა, რისთვისაც არ ვიყავი მზად. ხო, ესეთი რაღაცებიც ხდება. მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ბევრი ერთგული გულშემატკივარი დარჩა. მითხარი, ახლა რა იყო ეს გარდამტეხი მომენტი, ასეთ დიდი უპირატესობით რომ დაამარცხეთ. ორი კაცი გაგვიგდეს თამაშის მეორე ნახევარში, მეორე ტაიმში და მაგ დროს ეს დაგლკამბექა აი ერთ ქულით გვიგებდა. მაგრამ შემდეგ აღარ გავუშვი ჩვენი შანსი და ბოლო 10 წუთში შოთა მურილელო დადა და თამაშის MVP გახდა. პირველ ელო უფრო გუნდური იყო. მოლი იყო და მოწყდა, მაგრამ მეორე ელო ძალიან მაგარი იყო. ინდივიდუალური იყო მეორე. შოთა, საუკეთესო მოთამაშე გახდით, ახლა ნახევარფინალში რომ საუკეთესო მოთამაშე გახდები და კლუბის რომლის ღირსებას იცავ, ფინალში გაიყვან, ხუმრობა საქმე არ არის. მითხარი, ახლა ეს ემოციები ალბათ გამოყვა დღესაც. ძალიან არ ვიცი, იმდენი ემოცია მქონდა ერთად, რომ აღარც მახსოვს ყველა და ვერც გამოვხატე იმ მომენტში ისე დავნეული ვიყავი, იმიტომ რომ როცა აი ამ თამაში შემოგვიტრიალა, მეგონა კი არა ვიცოდი რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა უკვე იქ თამაში დაბრუნება, მაგრამ მოვახერხეთ რაღაც მომენტში ის რაღაც პატარა ჯოხი გადავტეხეთ და მოვახერხეთ თამაშის შემოbrunება. ჩემ მომენტებსაც შეეხება უბრალოდ მთელი დღე და მთელი კვირა ვიცოდი რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გამეკეთებია ამ თამაშში და მოედანზე შევედი და სადაც შანსი მომეცა გამოვიყენე ორივე. ანუ წინსწრაფით ვიყავით მომს გადამზადებული საკუთარიმე. ხო, პატივისცემა ყველა კლუბს, ვინც ამ შემთხვევაში ამ ჩემპიონატის ღირსებას იცავს, მაგრამ ალბათ როცა ზედმეტად ტიტულოვანი კლუბის წინააღმდეგ თამაშობ და მით უფრო ეს ორივე თქვენთაგანის რაღაც ყოფილი კლუბია, დამატებითი წნეხია. ხო, რას ნიშნავს ეს სახელი და ბრენდი? ბრენდის წინააღმდეგ თამაში. შაქრო. პირველ რიგში ძალიან დიდი გამოცდილება გქონდა აი ეს ამ ეტაპზე თამაშის. ჩვენთვის ახალი იყო და ამ ეტაპზე ყველა შეცდომას დიდი ფასი აქვს და ის მომენტები რაც გექნება მაქსიმალურად უნდა გამოიყენო და ამ ყველაფერში აიას დიდი უპირატესობა ჰქონდა ჩვენს მიმართებაში. შემდეგ გულშემატკივრობა ქუთაისში სულ კარგი გულშემატკივრობა არის და ამ თამაშიც აიას ალბათ უფრო მეტი გულშემატკივარი ყავდა. მაგრამ ჩვენზე ეს რაღაც მოქმედება, მაგრამ ისე ძალიან არა და უბრალოდ ძალიან დიდი გუნდია, იცის თამაშის შემოbrunება, თამაში დარჩენა და ბოლომდე ბრძოლა. უბრალოდ ახლა ჩვენი ბრძოლეთ ბოლომდე და ბოლოშიც შანსი აღარ დაუტოვეთ. იმ დარჩენ 6 წუთში ის დომინაცია შევინარჩუნეთ, რაც ჰქონდა და ძალიან კარგი იყო. ზოგადად ქართულ რაგბის და ჩემპიონატს თუ შევხედავთ, იმერეთისთვის და ქუთაისისთვის როგორ ხედავ, ხო? რომ ორივე კლუბი ქუთაისიდან იყო ნახევარფინალში. ეს რაზე მეტყველებს? ახლა არ მინდა თქვას და ჩათვალოს რომ რაღაც ამაყები ვარ და ამიც მე ზემოდან გადავწქერით, მაგრამ როგორ ხედავთ თქვენ? იმერეთში თუნდაც ქუთაისში რომ რაგბი ბავშვებში უფრო პოპულარული გახდეს, რამდენად შეუწყობს ხელს მსგავსი ტიპის წარმატებები? რა თქმა უნდა, როცა პატარა ბავშვი უყურებს მისი ქალაქის გუნდის და მისი კუთხის გუნდის წარმატებას, სურვილი უჩნდება, რომ რაღაცა დროის შემდეგ თვითონაც იყოს იმ წარმატების ნაწილი. დიახ. და ეგ უფრო ხელს უწყობს ბავშვებში ფართოდ გავრცელებას სპორტის ზოგადად. და მნიშვნელოვანი არის ეგ ქალაქს ან კუთხეს ყავდეს გუნდი, რომელსაც შეუძლია წარმატების მიღწევა, იმისთვის რომ დაინტერესდეს მომავალი თაობანი. კი. დღეს რაგბი ძალიან პოპულარულია საქართველოში, თუ რა არის საჭირო რომ კიდევ უფრო მეტად გახდეს პოპულარული, უფრო მეტი ადამიანი მივიდეს ტრიბუნებზე საგულშემატკივრად. უფრო ალბათ კლუბური რაგბის განვითარება და საკლუბო რაგბის განვითარება შავი ლომიდან იწყება, რომელიც იმედია ჩაერთება URC-ში, ასეთ ჩემპიონატი არსებობს, ძალიან ბევრი გუნდი ღებულობს, მაგრამ გქონდა 6-7 გუნდი, ხო?
თუ 17. ხო და ძალიან საკლუბო რაგბი რომ განვითარდება, უფრო მეტ მაყურებელს და შავი ლომი მაგისკენ მიისწრაფის, რომ ხო და რა უნდა განავითაროს, ვინ უნდა განავითაროს? ყველას ალბათ თავისი წვლილი აქვს, ხო? გულშემატკივარს თავისი, კლუბს თავისი, ფედერაციას თავისი და ქალაქს. ანუ ეს უფრო ევროპის რაგბის მესორებზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ალბათ შავი ლომი აკმაყოფილებს უკვე იმ სტანდარტებს, რომ იმ ჩემპიონატში იყოს როგორც ფინანსურად, ისე მოთამაშეების ხვი. წელს ალბათ ბევრი კარგი მოთამაშეს დაემატებენ იმედია და ითამაშებენ იქ. ძალიან ბევრი თამაში იქნება და მაყურებელიც მოვა. შეიძლება ყოველ კვირას იყოს თამაში, ან ყოველ მეორე კვირას და უკვე ძალიან ასე სხვადასხვა დიდი გუნდები ჩამოვლენ აქ და კარგია საკლუბო რაგბი რო განვითარდეს, კარგია საერთაშორისო. კი, ნამდვილად ალბათ დამატებითი სიცოცხლეც იქნება ქალაქისთვის, ყველაფერს რომ ყველაფერზე რომ არ ვისაუბროთ და ბევრ ადამიანს ექნება შანსი, რა ვიცი, სასიამოვნოდ გაატაროს დრო. ჩვენ გვიყვარს და ყველაზე მეტად ალბათ თუ ახლა ნაკრებს გადავხედავთ საქართველოს საფეხბურთო კუთხით გულისხმობ, სპორტული ბედნიერება ქართველებს ძალიან გვეხდება რა სიტყვია, რომ რაღაცნაირად სხვანაირია სპორტული ბედნიერება. გავედით და აი ხელა ემოცია და სიხარული მქონდა, რომ ვისაც კი შევხედავდი, ყველას ვეხუტებოდი ჩემი. ხო, ეს შეუძლია ალბათ სპორტს, მხოლოდ ფეხბურთი არ ვიტყვით. რადგან ფეხბურთს შეეხებ, რაგბის გარდა სხვა ინტერესი რა გაქვს? რატომ არ ხარ ფეხბურთელი მაგალითად? წონა არ ვიწყობს ხელს. ფეხბურთელობა. ფეხბურთზე დავდივართ ხშირად ტურნირს თამაშობს, სამაგიეროდ. სამაგიეროდ კარგი გულშემატკივარი ხარ, თუ როგორ გვახარბებ? კი, ანუ ქუთაისში ზოგადად უყვართ ფეხბურთს. გულშემატკივარი. არ იშლება ქუთაის გულშემატკივრობა, მთავარია უნდა დაიმსახურო და შეაყვარო თავი, ესე ჩვეულებრივად და მარტივად არ ხდება, ხო? ქუთაისში თავი შეაყვარო ადამიანებს. როგორ გაიაზრა ეს ერთი წელი საანგარიშო რამდენად იყოს საკმარისი იმისათვის, რომ გაგიაზრებინა, არის ის ღირსების დაცვა რას ნიშნავდა, ტიტულისთვის ბრძოლაში ჩართვა რას ნიშნავდა და შაქრომ კი დაგახასიათა, მაგრამ არესმა როგორ მიიღო თქვენს გითხარი. ჯერ ისო სანამ მოვიდოდი არეში, რამოდენიმე მოთამაშეს არესთან ვიცნობდი, მაინც ქუთაისიდან, რადგანაც მქონდა ურთიერთობა მანამდეც და გუნდში როდესაც მოვედი, ბიჭებმაც იცოდნენ ჩემ შესახებ, მეც რა თქმა უნდა ერთ ვითამაშე თქვენ წინააღმდეგ მანამდეც და არ გამჯერებია გუნდში ბიჭებთან შეგუება, გარემოსთან შეგუება. თავიდანვე, როდესაც გუნდში მოვიდოდი, ვიცოდი მსმენელებისგან რომ მიზანი იყო медали აგვიღო. დიახ. და ვემზადებოდი მეც მაგისთვის რომ ყველაფერი გამეკეთებინა მაგისთვის, მაგრამ ეხა უკვე სხვაგანა ვართ, медали განაღდებული გვაქვს და ეხა უკვე ეს медали ოქროს თუ იქნება, ძალიან ბედნიერი ვიქნებით და მაგისთვის გავაკეთოთ ეხა ყველაფერს. კი ბატონო. შაქრო, ყველაზე კარგი მატჩი წელს ვის წინააღმდეგ ჩაატარე, ანუ კმაყოფილება სად იგრძენი რა კარგად ვითამაშეო. მოვიგეთ ნახევარფინალ, გავედით ფინალში. არა, ინდივიდუალურად გულისხმობ, ხო, რა თქმა უნდა, კლუბმა უნდა მიაღწიოს წარმატებას, გამარჯვებას, სასურველ ქულას, მაგრამ ინდივიდუალური კმაყოფილებაც ხო არის ხოლმე წავაგეთ, მაგრამ მე რაღაცნაირად კარგად ვითამაშე, ეგეთი თამაში მაინტერესებს. არ არსებობს ეგეთი? წაგებულზე არ მიყვარს, რაც უნდა მაგრად თამაში წააგ. გუნდმა წააგო, არ აქვს მნიშვნელობა. შოთა ეს ინდივიდუალური ემოციები რამდენად არის თქვენში? იყო ალბათ ყველაზე დიდი ემოცია, რაც მქონია აქამდე ზოგადად თამაშისას. აქ არის გულისხმობ თუ ზოგადად სარაგბო ცხოვრებას რაც გაიარა? არის გულისხმობ ხოლმე. კი ბატონო. მოდი მოახლოებულ ფინალზე უფრო ესე ვრცლად ვისაუბროთ, სად გაიმართება, როდის გაიმართება და როგორ ემზადებით? შაბათს 25-ში 7 საათზე აჭარაბეთ არენაზე ძალიან კარგი სტადიონია. არც მოცნებოდი ალბათ მაგ სტადიონს თუ ვითამაშებდი. ნაკრების თამაშებს უყურებდით ხშირად არის იქ და ძალიან კარგი ატმოსფერო არის. ნამდვილად. და ვემზადებით უკვე დღეიდან დაიწყო მომზადება ის პატარ-პატარა ტრამვები რაც გვაქვს მოვიშუშებთ. ვიდეოებს უყურებთ, მცირე დეტალებს ბევრს ვერ შეცვლი უკვე ფინალამდე, მცირე დეტალები რაც გვაქვს დავხვეწავთ და კარგად შევხვდებით ბათუმს. კი ბატონო, შოთა. თქვენ როგორ ემზადებით მენტალურად, ემოციურად, ფიზიკურად, გონებრივად? რა თქმა უნდა, უკვე თამაშის შემდეგი ღირდანვე უკვე იწყებ ფიქს მომდენო თამაშზე და იმზადები იმისთვის დავიწყოთ ამ დღეიდან დაიწყება აღდგენა ენერგიების, ძალების და ხვალიდან უკვე გადავალთ გუნდურ ნაწილზე და სათამაშო სიტუაციებს გამიხილავთ და ვეცდებით რომ გამოვასწოროთ შემდეგი თამაშისთვის ის პატარა დეტალები, რაც ამ თამაშის შეცდომა იყო. კი ბატონო. გულშემატკივარს რას ეტყვი? გულშემატკივარს პირველ რიგში მადლობას მოვხდით, რომ გულშემატკივრო და ამდენი წლის განმავლობაში დაჭეროდა ჩვენი
მიზანს მივახლოვდით, რაც ალბათ ჩვენ განათლება იყო, გიგუშემატკივრონ, ვიცი რომ ძალიან ბევრი გამოყვება ქუთაისიდან და იმედებს არ გაუცხრებთ არც მათ, არც ჩვენ თავებს. შოთა, ზოგადად რადგან ახლა ტორპედოს გულშემატკივარი ვარ, შეიძლება ვთქვათ, რომ ქუთაისში რაღაც დიდი დოზით დადიან გულშემატკივრები. სპორტის სხვადასხვა სახეობებზე, როცა ქუთაისში თამაშობდა საკუთარ კედლებში, კალათბურთს გულისხმობ, მამის ივსებოდა დარბაზები პრინციპულ მატჩებზე, ხო საერთოდ ადგილის პოვნა არის შეუძლებელი და ორ ფეხზე გობა თუ შეძელი, ესე იგი გაგიმართლა. ასე არის ალბათ რაგბიზეც, სადაც იშვიათად დავდივარ საფეხბურთო სამყაროშიც. აი იგივე განცდა გულშემატკივრების კუთხით, აი ეს ყიჟინი ქუთაის მიღმაც დიდი დოზით არის თუ აი რა სისურვებდი ამ კუთხით და რა ძალა აქვს ზოგადად გულშემატკივარს თუ გინდ უკმაყოფილებას გამოხატავდეს და ყოველთვის ტაშ არ გიკრავდეს. გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანი არის თამაშზე. და შეიძლება იყოს მომენტები, სადაც ფიქრობდე რომ დანები და აზრი აღარ აქვს და გულში გაგამხნევოს გარედან გულშემატკივრმა და ისევ მოგეცეს ის ძალა და ენერგია და შეცვალო თამაშში რაღაც მაინც. ქუთაის გარეთ ესეთი გულშემატკივრობა ალბათ მაინც სხვა ქალაქებში არ არის. ესე რომ ვთქვათ, ქუთაისში განსაკუთრებულად იციან გულშემატკივრობა და იმედი მაქვს, რომ შაბათს დანარჩენი სხვა ქუთაისლების, ვინც ამ თამაშში არ იყვნენ, მოახერხებინა და გულშემატკივრები. კი, ძალიან მნიშვნელოვანი ერთია, როცა რაღაც ტელევიზორთან ან მობილურ ტელეფონთან ხარ მოკალათებული და სულ სხვა ეფექტი და ემოცია, როცა შეგიძლია იყო ტრიბუნაზე და ის ცოცხლად მიიღო. პირველი შენთან მოვიდეს და რა რაღაცა შემდეგ და იქიდან გადაეცეს. ასე რომ იმეც დავიტოვებ, რომ ეს ტრანსპორტირების კუთხეც მოგვერდება, ვისაც ხელეწიფება და შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება და თან უქმე დღეა შაბათი. შესაბამისად გააიოლებს ეს კიდევ საქმეს. შაქრო ალბათ ახლა კონცენტრირებული მაინც ფინალურ მატჩზე ხარ, თუმცა მაინტერესებს თქვენი გეგმები, ისევ და ისევ გინდა არესის ღირსება დაიცვა, გადაწყვეტილი გაქვს დარჩი არესში თუ რა ხდება? ჩემთვის რაც გადმოვედი აქეთ, სულ მაგაზე ვფიქრობდი, რომ ამ გუნდთან მედალი მოვიპოვები. ეს შანსი მაქვს უკვე და სამომავლოდაც მინდა რომ არესში ვიყო და ეს უკვე ჩემზე არაა დამოკიდებული ძმელების ხედვაზე. ვინ უნდა გაიგოს, მითხარი ადრესატი ვინ გყავს? უბრალოდ ამ გუნდში გავიარე ჩემი ცნობიერი რაგბის ცხოვრების დიდი ნაწილი და ძალიან მიყვარს და მეორე ოჯახი ვითაა ჩემთვის. თავარ მწვრთნელზე რას მეტყვი? თავარი მწვრთნელი სერგო ფრუიძე არის, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზარდა. ანუ როგორც ჩვენ მოთამაშეები ისე გავიზარდეთ, როგორც მწვრთნელი სერგო ისე გაიზარდა და ძალიან ბოლო რამოდენიმე წელიწადში დაანახა ყველას, რომ ჩვენი გუნდი როგორი არის და ის რესურსები რაც გვაქვს, როგორ მაქსიმალურად ვიყენებთ, რომ შედეგი დავდოთ და ისიც და ჩვენც ვიმსახურებთ, რომ ეს ოქროთი დაგვირგვინდეს. ძალიან დიდი შრომა ჩადო. იქ მარტო სერგო ფრუიძე არ არის, ხონსტოლებიც არის და ყველას დიდ მადლობას ვუხდით, ვინც ასე ყოველ დღე შრომობს იმისთვის, რომ საუკეთესოები გავხდეთ ერთად. გიორგი ჩიხლაძეს რას ეთქვა? გიორგი ჩიხლაძეს დიდი ოცნება ოქრო და იმედია მოვიპოვეთ ერთად. გესმით ბატონო გიორგი რა ხდება? შოთა, თქვენი გეგმები რომ გაგვენდოთ. ჯერ პირველ რიგში კონცენტრაცია მაქვს გაკეთებული ფინალისთვის. მაგრამ ქვეცნობიერი სადღაც იფიქრებს მაინც ეს რომ ეგ მაინტერესებს. რას უკავშირდება, ვის უკავშირდება თუ ვიცით ჯერ. საიდუმლოდ დატოვა. დარბაზის დახმარება გამოიყენე? ფინალის მერე უკვე ნახავთ როგორი სიტუაცია იქნება და საერთოდ და კეთილი. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო და თუ კი არის დატოვებ ეს სპორტია, ხო და აქ ახალი არაფერი არ არის. რა გამოცდილებებს და რა ემოციებს წაიღებ თან? არასდროს არ გიშვებთ, მაგრამ მაინც რომ ახდეს. არის ეს წელი და ზოგადად ეს გუნდი ყოველთვის შემახსოვრება და ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე. მარტო მოედნის გარეთ რო ვთქვათ, მოედნაზეც და მოედნის გარეთ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ალბათ ეს გამოცდილება გამოვიდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. შაქრო შეელევი თუ არ უშვებ არს? ჩვენ ყველას წარმატებას ვუსურვებთ კარიერულ გზაზე, სადაც უფრო გამოადგება ის თავის ოჯახს და უფრო განვითარდება, იქ უნდა წავიდეს ადამიანი და ჩვენთვის შოთასკარი სულ ღია არის და სულ ასე იყო და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენ გვერდში ყოფნა უნდა და ჩვენი გუნდისთვის ძალიან ბევრი პოზიტივი მოაქვს და შოთა თვითონ გაჩნდეს სამომავლოდ რა უნდა და როგორ უნდა და სად უფრო კარგად იქნება. მე ვფიქრობ, თავარი მწვრთნელის მსგავსად შეგიძლია ისაუბრო და რაღაც დრო რო გავა, ყველას კარიერა სრულდება ადრე თუ გვიანდა. ხომ არ ფიქრობ, რომ ესეც საბრძოლო კარიერას მიიღო ხელი? გამორიცხულია? კი. უი, რას ამბობ? რატომ? ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ნერვიულობა არის და არ მინდა. ბატონის სოსოს ადგილზე ყოფნა არ გინდა?
ყველაზე ხმაურიანი მორაგბე ვინ არის ესეთი? მოდი რაღაცები გავიხსენოთ ახლა. რა ხდება ხოლმე იქ, რასაც გულშემატკივარი ვერ ხედავს? მაურიან რა მხრივ გააჩი. აი მხიარული, არაორდინალური. გაკობახით. რაში გამოიხატება? ძალიან კარგად იცის გუნდის გამხნევება და ძალიან მხიარული არის. რა მეთოდებს იყენებს ხოლმე? იუმორს. კიდევ ძირითადად. ამბების მოყოლა იცის კარგად. იმედია ეს ამბები არ მოგაკლდებათ ახლა ფინალზე წოდით, ყველაფერი მის ხელში ყოფილა ასე. სხვა რაღაცებიც უნდა შეითავსოს. მოკეთ, ბევრ წარმატებას გისურვებთ თქვენ, მე რა თქმა უნდა რაღაც დამჩენიან იმედია ჩემპიონების სტატუსიც ჩამობრძანდებით, მაგრამ ამ ეტაპამდე შეიძლება ვთქვათ, რომ არესმა პროგრამა მაქსიმუმი გააკეთა და რაღაც ისტორია დაწერა, ხო? ამ ეტაპამდე კი, და იმედია გააგრძელებს. და გამარჯვებულები დაბრუნდებით და შემდეგი ორშაბათის თქვენიც უნდა დავიწყოთ. მოდი ესე შევთანხმდეთ, ხო? ბრუნდებით გამარჯვებულები და შემდეგ ორშაბათს ვიკრიბებით აქ ისე. აუცილებლად. ბევრ წარმატებას გისურვებთ, მადლობა რომ დრო დაგვითმეთ, მართლა თუ ესე გულწრფელები ვიქნებით. სპორტი არის ძალიან უწყინარი რამ დედამიწაზე, ესეთი ჰარმონიული, ხშირად გვანერვულობს ხოლმე, როცა გულშემატკივრები ვართ, მაგრამ ნერვიულობის და განცდების გარეშე ალბათ წარმატება ვერ მიიღწევა და ეს ერთი დიდი ოჯახი, რაც ვიცით ხოლმე ეს ტერმინი, ეს ცარიელი სიტყვები არ უნდა იყოს. დრობით დაგემშვიდობებით, კარგ დღეს გისურვებთ, ნაყოფიერ ვარჯიშებს გისურვებთ და გემშვიდობებით შემდეგ ორშაბათამდე ესე ჩავინიშნავ, რომ თქვენ უნდა იყოთ ჩვენი სტუმრები. დრობით დაგემშვიდობებით. მადლობა რომ მონაწილეობდით გადაცემაში. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეისათვის მეც უნდა დაგემშვიდობოთ, ისევ და ისევ შეგახსენებთ, რომ სწორედ რომ დღეიდან ანუ 20 აპრილიდან შეგიძლიათ გადმოერთოთ მეგაზე ნებისმიერ დროს, მაგრამ გადაცემის ყურება შეგიძლიათ 12 საათიდან. კარგი დღე მინდა გისურვოთ და როგორც ბიჭებმა თქვეს, მეც განმეორდები 25 აპრილს 19 საათზე აჭარა არენაზე. მგონი სახელი შეეცვალა, არ ვიცი რაღაცა აჭარა. ხო, მოკეთ ბათუმში, თქვენთვის ყველასთვის საყვარელ სტადიონზე, იმიტომ რომ არის საუბრები, რომ რაღაცები შეიცვალა იქ და სახელწოდებაც უნდა შეიცვალოს. მთავარია ისურვოთ და ლოკაციას იოლად იპოვდით, შეგიძლიათ გაეშუროთ მზიანი და ქათქათა ბათუმისკენ და უგულშემატკივროთ არეს და მიიღოთ თქვენი წილი სიამოვნება და ასევე შეიტანოთ წვლილი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში და გაჩემპიონებაში. მოკეთ, კარგი დღე მინდა გისურვოთ, გემშვიდობებით, ხოლმე საუკეთესო სურვილებით. ჩემთან სტუმრად იმყოფებოდნენ შაქრო ლომსიანიძე, შოთა ხელაძე, მე ნანა თავდორაძე ვარ, აქვე გეტყვით, ლიკა ჩოგოვაძე მუშაობდა კადრს მიღმა. კარგი დღე მინდა გისურვოთ, ხვალამდე ნახვამდის.